შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. დაკავებულია ორი ბრალდებული და ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. კივი კუჭავას სიუჟეტი. გამოძიების მიერ მოპოვებული ეს ვიდეო ჩანაწერი ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დაკავებულმა ძმებმა ალიხან და ნამიკალიევებმა სარეალიზაციოდ ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ შეიძინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას დროებით საცხოვრებელ სახლში ინახავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. ორივე ბრალდებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად იმავე სახლში დააკავეს. მეორები იყვნენ, ნავის სპეციოზი იყო, თქვენ ცხოვრობდნენ, აზერები იყვნენ ვიღაცა. ალბათ 3 დღეა. ერთი რვა მაინც დავინახე სპეცრაზბილები. დამნაშავეების გამოსავლენად სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საქმეში ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც დევს, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს. დაკავებულთა სახლის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, ასევე ნარკოტიკების დაფასოვებისთვის საჭირო მასალები. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და მისი დაფასოვებისთვის საჭირო მასალები. ნარკოდამნაშავეთა გამოვლენის მიზნით არაერთი ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა, რითიც დადასტურდა დამნაშავეების ბრალეულობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში განაგზობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ორივე ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უადო პატიმრობა ემუქრებათ. ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. გამოძიება გვედავება ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას დიდი ოდენობით ჯგუფურად. ჩვენ ამ ეტაპზე ვიყენებთ კანონით მოიჭრებულ დუმილის უფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ნარკორეალიზატორების გამოსავლენად გამკაცრებულ კონტროლს უწყვეტი რეჟიმით ატარებენ.